წყნარად არიანო და იქნებიან წყნარად და იქნებიან რატო უშვებენ მწვრთნელს რომ შედეგი არ აქვს რა ერთ გუნდში მივედი და ეგეთი რაღაცა ამოხვედრეს კონტრაქტში რა ადრე იყო სამთამაშ დედიზე თუ წააგებო უნდა გაგაგდოთ გუნდიდანო და 6 ნორსო თუ წააგებო 5 ბურთზე მეცო თუ 5 ბურთზე მეტი თუ წააგებო გუნდიდან უნდა წახვიდეო წარმოიდგინე მაგას რო გთავაზობენ და მე არა მე უთხარი მე მაგას ხელს არ მოვაწერ გამორიცხულია მეთქი და კაი მაშინ ამოვიღებთ ამ პუნქტსო ხო აი მიდგომა ნახე როგორი უცნაურია კიდე იმდენი უცნობები შემიძლია ვთქვა რომ რა თქმა უნდა რა გეგმა არის რა მოცემულობა არის რას ითხოვენ ჩემგან და იქიდან გამომდინარე გონივრულ ვადას ვეუნები რომ აი ამდენ ხანში ამას მივაღწევს რა იმ კონტრაქტში უნდა იყოს ისე კონდეს ჩაწერილი რომ დაუშვათ განთავისუფლების შემთხვევაში თუ გინდა ხვალევე გამიშვი კაცო რაზეა ლაპარაკი არ არის პრობლემა შენია კერძოა რა წავალ მაგრამ ბევრი მწველი მინდა ეხა არავის სკვიჯიბეში არ ვიყურები ბევრი მწველის თქვამი შემილია რომ მიდიან და მიაქვთ ესე იმეთი რა ქვია ხურჯინით ხო კი ბატონო ანაზღაურება შესაბამისი და წახვალ მაგრამ არა მგონია იცი რა არის კიდე არის მეორე მომენტი რომ მარტო მწველის ბრალი არ არის ეგ ეხა მწველს რომ მიიყვან და სამ თვეში უშვებ და მაგას თუ ხშირად აკეთებ, ესე იგი ცოტა ხო სხვა რაღაცაში სხვა არის საქმე. ვერ არჩევ, თუ შენ თვითონ არიცი არ გინდა, ეგეც არის რა. ურთულესი პროფესიაა, ურთულესი, ძალიან რთულია და საზღვარგარეთ ერთი ეგ არის რა, რომ ყველას ოჯახი ყავს ახლა და ყველა კარგად ამყოფოს და ფინანსური მხარე ანაზღაურება დიდია რა და არ ეტყობათ რა. სამი თვე ხელფასი არ აუღიათო იმაში სადღაც რაღაც გუნდი იყო პრემიერ ლიგის ადრე რა და ხო 9 მილიონი რო აქვს თვეში ხელფასი სამი თვე კი არის 1 წელი რო არა იყოს ის არის ნერვიულებს რა და წყნარად არიანო და იქნებიან წყნარად რა იქნებიან და ამას აწყლებს ფეხბურთელებს ზოგს ეხა უმრობაც ხო შეიძლება რომ ბანკის ვალები და ეს რო აქვს და ახლა კიდე 3000 ეხლა რო ვიტყვით რომ შეკრება მჭირდება მე ახალ გუნდს ვაკეთებ 6-დან 8 კვირამდე მჭირდება შეკრება სულ წაიყვანო და იმაში ყავდეს ესპანეთში და 2 თვე იყავდეს სუიციდით დაამთავრებენ ბოლოს ან შენ მოკლავენ ან თავს მოიკლავენ და არის რა ჯერ თურქეთში საქართველოს თურქ ესენის გონიათ რომ მიდივართ იმაში რა ქვია დასასვენებლად და ამ დროს ერთ-ერთი მთავარი რო გეტყვი რომ კი კაცო შეკრებას გაიკეთებ აბარა და ჩადიხარ მე და საერთო ცხოვრებელში მიდიხარ ხეგეთებით ამიტომ მწმელია მაგას წეღან თქვი რომ ბოლო კაცი არ არის და ყველაფერზე მწველზე ხელები შეწმენდა არ შეიძლება სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე თუ მოგეწონა ეს ვიდეო დაალაიქე და გამოიწერე არხი რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები